ბინების ფასი 6%-ით გაიზარდა, ხოლო ქირა კი 12%-ით შემცირდა. როგორია სტატისტიკა დედაქალაქში? ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართის ბინებზე, რომელზეც არჩევანი ჯამში 44%-მა შეაჩერა. ხოლო ყველაზე დაბალი მოთხოვნა 125-ზე მეტი კვადრატული მეტრის ფართის ბინებზეა, ჯამში 5%-ზე ნაკლები. წელსაც როგორც ჩარშან, ყველაზე გაყიდვადი უბნები დიდი დიგომი და საბურთალო აღმოჩნდა, რომელიც ლიდერია მომხმარებელთა არჩევანის მიხედვით. ხოლო მოთხოვნის ყველაზე მკვეთრი შემცირება, რომელიც 25%-ის ფარგლებში მერყეობს, დაფიქსირდა დიდუბეში, მთაწმინდასა და სამგორის რაიონებში. რაც შეეხება მიწოდებას, ბოლო 5 თვის მანძილზე სამშენებლო ნებართვები ჯამში 621,000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზე გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. დღეს თბილისში 1 კვადრატული მეტრის ბინის საშუალო ფასი $1,300 შეადგენს, ხოლო 1 კვადრატული მეტრის დაქირავებას საშუალოდ $10.5 შეძლებთ.